ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხოთ. ახლა თანამედროვეობაში ტექნოლოგიების გამოყენება უცხო არავისთვის არის. ჩვენ კი უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ რაც უფრო მეტად ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, მით უფრო დამოკიდებულები ვხდებით მასზე თურმე. მაგრამ შესაძლოა, რომ ეს ყველაფერი ბავშვის აღზრდის, ჟანრთალობის და განვითარების კუთხითაც გამოვიყენოთ. ამაზე ვისაუბრებთ ზუსტად ახლა თეო მჭედლიძე და პედიატრი ანა მაგრაძე შემოგვიერთდნენ. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ სტუმარს და მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და აი ამ საინტერესო საკითხში გაგვარკვევთ. მშობელი, როდესაც ხარ უცხო არავისთვის არის, რომ ხარ ნუტრიციოლოგიც, აღმზრდელიც, ბავშვთა ფსიქოლოგიც, კონკრეტულ სიტუაციებში პედიატრის ფუნქციასაც ითავსებ და ეს ყველაფერი იოლი ნამდვილად არაა. ამიტომ ხშირად მხარდაჭერას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეძებ, თუმცა პოულობ იმას, რაც გჭირდება შენ და მით უმეტეს სჭირდება ბავშვს, აი ეს არის მთავარი კითხვა. ტექნოლოგიების განვითარებას ნამდვილად აქვს ძალიან ბევრი დადებითი, თუმცა დამეთანხმებით აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვის ხელშია ტექნოლოგია, ანუ ვინ იყენებს მას. ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მშობლები ხელოვნური ინტელექტს ადგენინებენ ბავშვის კვების რაციონს, პროდუქტების მიხედვით ხელოვნური ინტელექტი ქმნის კერძების რეცეპტებსაც, არჩევენ ფეხსაცმელს და ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დიაგნოზსაც კი სვამენ. მოდი განვიხილოთ ახლა ჩვენ რამდენიმე ასეთი შემთხვევა, მშობლები რით ინტერესდებიან და რას ეკითხებიან ChatGPT-ს და შემდეგ უკვე კონკრეტული კითხვებით გადავინაცვლოთ პედიატრთან. გამარჯობა. ChatGPT მიმტკიცებს, რომ კეფირი და ბერძნული იოგურტი შეიძლება 10 თვის ბავშვისთვის. თქვენ რას მეტყვით? მართლა შეიძლება ამ ორი პროდუქტის რაციონში ჩართვა ან იოგურტის მომზადება? ერთი წლის ბავშვის კვების ცხრილი გააქვთ ვინმეს? ბუნებრივზეა. ChatGPT გადმოწერეთ და დაგეხმარებათ. გამარჯობა გოგოებო, მაინტერესებს ChatGPT-ზე რა აზრის ხართ? რამდენად სანდო და მცოდნია? როდესაც იკითხა რამდენად მცოდნეა და რამდენად ხშირად იყენებთ, პასუხებში ადამიანები მომხმარებლები უწერენ, რომ ხშირად ვთქვათ ბავშვის სიმპტომებსაც ეუბნებიან ხოლმე და შესაძლო დიაგნოზს იღებენ, ან როგორ გაუწიონ მას პირველადი დახმარება და ასე შემდეგ და აღნიშნავენ იმასაც, რომ საკმაოდ ფრთხილია სამედიცინო საკითხების შეფასებისას ხელოვნური ინტელექტი და ბევრი ასეთი პასუხიც იყო, რომ ვთქვათ მაინც უნდა გადაამოწმო. მოდი თავიდან ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შემთხვევაშია უსაფრთხო ChatGPT-ს გამოყენება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც არის ნამდვილად ინოვაციური და ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი სისტემა, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის იქნება ერთ-ერთი ატაცება, როგორც იყო მანამდე ალბათ უფრო აქტუალური Google, თუმცა იცით რა არის გარკვეული თემები, რა საკითხებზე შეიძლება მშობელმა ძალიან ესეთი სიღრმისეული და ფართო ინფორმაცია მოიძიოს. ეს შეიძლება ეხებოდეს იგივე ვთქვათ ტანსაცმლის შერჩევას, გარკვეული ბრენდის შერჩევას, თუნდაც საკვების შერჩევას, იქ ვთქვათ გარკვეული იყო თქვენი სიუჟეტი, ვთქვათ გარკვეული რაღაც ხარისხის საკვების შეძენის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არის გარკვეული თემები, იგივე ავადობასთან დაკავშირებული პრობლემები, გარკვეული სიმპტომები, გარკვეული დაავადებები, რომელთა ინტერპრეტირება სამწუხაროდ შეიძლება მშობელმა ვერ შეძლოს. აქვე თქვენ აღნიშნეთ, რომ ChatGPT არ აძლევს ზუსტ და საბოლოო, ვთქვათ, იგივე დიაგნოზს ან ვთქვათ მკურნალობის მეთოდებს, ხო? მშობელს, მომხმარებელს უბრალოდ ვინ თქვენ თუ ჩაწერთ ნებისმიერ ვთქვათ სიმპტომს ან დიაგნოზს შეგიძლიათ სცადოთ, გაძლევთ სხვადასხვა დაავადებების დიფერენცირებული დიაგნოზების ჩამონათვალს, გაძლევთ გარკვეული კვლევების ჩამონათვალს, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია. საკითხვაც უნდა ვიცოდეთ. იცით რა არის, წაკითხვით წაიკითხავს მშობელი, თუ მას აქვს სამედიცინო განათლება, თუ მას აქვს გამოცდილება კონკრეტულ სპეციალიზაციაში გულისხმობ ხა ამ შემთხვევაში პედიატრიას. შეიძლება მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვფიქრობ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისევ ექიმის პრეროგატივაა, ვინაიდან არსებობს
დაავადებები, არსებობს ნოზოლოგიები, თუმცა ნებისმიერ ინდივიდთან, ტყუპებშიც კი შეიძლება სხვადასხვა სიმპტომატიკით, სხვადასხვა სიძლიერით წავიდეს ერთ და იგივე, თქვათ, ინფექცია. ერთი და იგივე სიმპტომი სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს. მარტივი კითხვა დავუსვათ, ხო? აბა რას გვეტყვის? მაგალითად, ბავშვს ახველებს და 37 აქვს სიცხე. ასაკის მიუთითე რა ასაკის არის ბავშვი. ხო, რა შეიძლება იყოს? წამები ჭირდება იმისთვის, რომ აბა ნახოთ რას გვიპასუხებს. აი, ველოდებით. ესე იგი, გვეუბნება, რომ ბავშვისთვის 37 გრადუსი ტემპერატურა, სიცხე არ ითვლება, მაღალ სიცხედ, ეს მართალია. მაგრამ თუ ახველებს, ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგალითად, ვირუსული ინფექციით, ანუ გაციების ან გრიპის დასაწყისი იყოს, ბაქტერიული ინფექციით, ანუ ბრონქიტი ან პნევმონია, ალერგიული რეაქციით, ანუ ალერგიულმა რეაქციამაც ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს ხველება, ჰაერის სიმშრალე, რეფლუქსი, ანუ შესაძლოა კუჭის მჟავა ყელამდე ამოვიდეს და ეს იწოვდეს ხველას. თუ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდება, სიცხე მოიმატებს, სუნთქვა გაუადვილდება, ალბათ უფრო გაურთულდება და სხვა სიმპტომები, მაგალითად, ყელის ტკივილი და გამონაყარი დაემატება, უმჯობესია მივმართოთ ექიმს. ასევე თუ ხველა მშრალია, შეგეძლიათ ბავშვს თბილი სითხეები მისცეთ, ხოლო თუ სველი ხველა, ორთქლის ინჰალაცია შეიძლება დაეხმაროს. როგორი ზომიერია? ზოგადი ინფორმაციას რეკომენდაცია. ძალიან ზომიერია. კარგი უბნება ვთქვათ, რა პრეპარატი შეიძლება აბა კითხე, რა პრეპარატი შეიძლება დავალევი? კონკრეტულს არაფერს გვეუბნება. იმდენი ჩამონათვალი იყო აქ რეალურად, რომ რთულია, თუ არ გაქვს სამედიცინო განათლება, მიხვდე რეალურად რატომ ანუ ამის დიფერენცირებისთვის ისევ საჭიროა, რა თქმა უნდა, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმი. ვინაიდან თითოეული სიმპტომი, თუნდაც ერთ და იგივე სიმპტომი შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამოვლინება იყოს. ავიღოთ თუნდაც ხველა, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების გამოვლინება, შეიძლება იყოს სხვადასხვა ალერგიული დაავადებების გამოვლინება, შეიძლება იყოს რეფლუქსი, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის. ნამდვილად არ უშველის, ანუ ალერგიული რეაქცია იმდენად სარისკოა თან ბავშვებში, მით უმეტეს რომ აი ეს რჩევები არაფერ შერ დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს გაძლევს ზოგად წარმოდგენას, თუნდაც ამ სიმპტომზე, კონკრეტულ სიმპტომზე, რაზე შეიძლება იფიქროს მშობელმა, ანუ ეს მშობლის ალბათ ზოგადი განათლებისთვის და ზოგადი ინფორმაციისთვის კი ბატონო საინტერესოა, თუმცა თვითმკურნალობას არ უნდა მიმართოს მშობელმა ამ შემთხვევაში, არ უნდა მიყვეს იმ ჩამონათვალს, რომ მოდით აი ვთქვათ ალერგია გამოვრიცხები, ვეცი მაგისთვის შესაბამისი მედიკამენტი, არ უშველა, მოდი ახლა ესეც ძალიან აქტუალურია სამწუხაროდ საქართველოში, თვითმკურნალობა, ადრე მეზობლებს ეკითხებოდნენ და ახლა აი ამ მშობელთა ჯგუფებში დაპოსტვა და იქ საოცარი რჩევებია ხოლმე. სამწუხაროდ მინდა რომ აი ეს მშობლებში, უბრალოდ მინდა რომ მშობლებს ვთხოვო კიდევ ერთხელ რომ არასდროს თვითმკურნალობას ნებისმიერ მარტივ სიმპტომზეც კი არ მიმართონ, იმიტომ რომ რა ვიცი, დღეს არ მეგულება პედიატრი, მართლა არ მგონია რომელიმე პედიატრი არ გადიოდეს კონტაქტზე, თუ მისი რაღაც სუბიექტური პრობლემა არ არის და ვერ დაუკავშირდეს, თქვათ, ექიმს, რომ კითხოს გარკვეული რჩევა. ხან ერიდებათ, იცით, აი ღამე მე და გიორგიც აქვე გიპასუხებ, საეთერო დროს გავუფრთხილდი და იმიტომ ზედმეტი კითხვები აღარ თავისი chat GPT-ს, მაგრამ რეალურად აი როდესაც ღამე გვიან გაქვს რაღაცა პრობლემა, შესაძლოა პედიატრმა არ გიპასუხოს, ან მოგერიდოს კიდეც მასთან დაარეკვა, ხო? აი ასეთ დროს რა შეიძლება იყოს ალტერნატიული წყარო. ალბათ ეს მშობლებიც გამოსავალზე ფიქრობენ და კრიტიკულ სიტუაციაში არიან იმ დროს და იმიტომ ახსენდებათ ChatGPT. იცით რა, აი მაგ პერიოდში შეიძლება ვთქვათ მიმართონ, ოღონდ თუ თვლიან რომ მაინც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება დარეკონ ვთქვათ სასწრაფო დახმარების ცენტრში, ხო? ან მიმართონ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს, ანუ ხელმისაწვდომია ნებისმიერი სამედიცინო სერვისი, ვიდრე ვთქვათ მშობელმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ ბავშვისთვის საზიანო გახდეს. ბატონო, გამოუვალ სიტუაციაში და გამოუვალ მდგომარეობაშიც მედიკამენტის შესახებ კითხვა არ უნდა დაუსვათ chat-ს. სასურველია. როდესაც ბავშვს ეხება საქმე.
თავად მედიკოსები რამდენად ხშირად მიმართავთ პროფესიულ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტს? ისეთ რა ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სამედიცინო სფეროში მედიცინა ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია მოგეხსენებათ, აბსოლუტურად რადიკალურად იცვლება ყველაფერი ზოგჯერ, შეიძლება რამდენიმე თვეშიც კი აქ ChatGPT-ს აქვს საკმაოდ სწრაფად განახლებადი ინფორმაცია და ძალიან დიდი როლი აქვს ამ ეტაპზე დიაგნოსტიკურ მედიცინაში, ძალიან დიდი როლი აქვს რეპროდუქციულ მედიცინაში, ძალიან სწრაფად ხდება მისი დანერგვა სამედიცინო სფეროში და რა თქმა უნდა ეს ძალიან ბევრ რესურსს, ენერგიას, დროს ხარისხს გააუმჯობესებს, დანარჩევს ყველაფერს დაზოგავს და ჩვენთვის ძალიან, ესე ვთქვათ, სამუშაო პროცესში ძალიან აქტუალური გახდება კიდევ უფრო მეტად, ესე მგონია. მაგრამ საბოლოოდ რომ ვთქვათ, ექიმის ფუნქცია ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს, ჯერჯერობით მგონია, რომ ესე არ იქნება. ნახოთ მომავალში რას იზავს ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მაინც ვინაიდან თითოეული პაციენტი არის ინდივიდი. ვინაიდან თითოეულ პაციენტთან ნებისმიერი დაავადება სხვადასხვა სიმპტომატიკით შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ვთქვათ, სიძლიერით, როგორც გამწვავებებით, როგორც თანხლები დაავადებებია გასათვალისწინებელი და ასე შემდეგ. ამიტომ მაინც საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ჰუმანურ რესურსებს, ანუ ადამიანურ რესურსებზეა დამოკიდებული და შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში ჯერჯერობით ისევ რჩება კორელაციაში ექიმებთან. აი ვიზუალური შეფასება ახსენეთ, თეოდა ჩვენ ხელოვნური ინტელექტი შეგვიძლია რომ ფოტოც გაუგზავნოთ, თუმცა იძლევა კი ეს უფრო მეტი სანდოობას მისგან. აი თქვათ იგივე გამონაყრის შემთხვევაში კანზე დიაგნოსტიკისთვის ზუსტად შეგიძლიათ მერე სცადოთ, ანუ ანალოგიურად გაძლევთ დიფერენციალურ დიაგნოზებს სხვადასხვა დაავადებებთან, მაგრამ ამისი ამოცნობის და დიაგნოსტირების უფლებაც და საშუალებაც ჯერჯერობით ისევ რა თქმა უნდა ექიმს გააჩნია, ხო? თქვათ ჩამოგითვლით რამდენიმე დაავადებას, მაგრამ აქ უნდა იქნას გათვალისწინებული მისი ეტიოლოგია, გამომწვევი მიზეზები, სიმპტომატიკა, მიმდინარეობა, რა თქმა უნდა შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს დამატებითი ტესტები, დამატებითი სხვა დიაგნოსტიკური საშუალებების გამოყენება და ამიტომ ისევ კვების რაციონს რაც შეეხება, იყო ერთ-ერთი კითხვა აქ გახმოვანებული გქონდა ჩვენ ეს გრაფიკა, როდესაც მშობელი კითხულობდა, რომ ChatGPT-მ უპასუხა 10 თვის ჩვილისთვის, ბავშვისთვის, კეფირი თუ არ ვცდები და ბერძნული იოგურტი, ანუ იგივე გაწურულ მაწონს რომ ვეძახით ხოლმე, დასაშვები იყო, თუმცა მაგალითად მაწონი წლამდე ბავშვისთვის მე მგონი არ არის ხო სასურველი პროდუქტი. ხო, დიახ, რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომები არის ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც მით უმეტეს კვებითი რეკომენდაციების კუთხით არის გარკვეული საკვები, რომელიც შეიძლება ლოკალურად რომელიმე ქვეყანაში მოიპოვებოდეს და არ იყოს თქვა სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ვინაიდან ის ზოგად ინფორმაციას გაძლევთ, შეიძლება ზუსტად თქვა კონკრეტულ კვებაზე კონკრეტული ინფორმაცია ვერ მიაწოდოს პაციენტს, ხო? ასევე აქ გასათვალისწინებელია იგივე თუნდაც რძის პროდუქტი იყოს ბავშვისთვის თქვა ალერგიული პროდუქტი იქონდეს მისი აუტანლობა, ვერ ინელებდეს, იყოს ალერგია, ვთქვათ, იგრძის ცილაზე და ასე შემდეგ, ამიტომ აქაც გასათვალისწინებელია და ანუ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ზოგადად კვების შერჩევა და საკვები რაციონის შერჩევა ბავშვისთვის, რადგან ჩვენ იქ ვითვალისწინებთ ძალიან ბევრ ფაქტორს. ესე უბრალოდ, ვთქვათ, ჩემი მეგობარი აჭმევს აი ესე შვილს, ეს თქვენ შეიძლება თქვენი შვილისთვის სულაც არ არის იმ მომენტში. სასარგებლო, ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, როგორია მისი განვითარება თვიდან თვემდე და რომელი კონკრეტული კვების ჩამატება გვჭირდება, თქვათ, შემდგომი თვიდან. კი ბატონო, ერთი საკითხიც მაინტერესებს. წამიკითხავს რაღაც კვლევები, მაგალითად ის, რომ ხელოვნური ინტელექტს ალცჰაიმერის დაავადების გამოვლენა მკვეთრ ნიშნებამდე 10 წლით ადრე შეუძლია. ასევე ის, რომ ძალიან კარგად კითხულობს მაგნიტორეზონანსულ კვლევებს და ასე შემდეგ. ბავშვების შემთხვევაში არის რაიმე კვლევა, ვთქვათ, ჩატარებული იმის, რომ რაიმე დაავადების პრევენცია მოახდინა, ვთქვათ, და ვიდრე რაღაც მკვეთრი ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდა, იქამდე ხელოვნური ინტელექტს გადაურჩენია, ასე ვთქვათ. ბავშვი, მე ეგეთი კვლევა არ წამიკითხავს, სიმართლე გითხრათ, თუმცა ბავშვებში ძირითადად დაავადებები არის მწვავე.
ანუ ქრონიკული დაავადებები, იგივე ალცჰაიმერის დაავადება, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც უფრო ასაკობრივ პაციენტებში, მაღალი ასაკის მქონე პაციენტებში ვლინდება და შეიძლება გარკვეული ტესტების, ანუ კითხვა-პასუხის საფუძველზე წინასწარ ეს არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს, ანუ ნევროლოგებსაც შეუძლიათ გარკვეული ვთქვათ მიიტანონ ეჭვი ამ დაავადების არსებობის შესახებ, ხო? ვინაიდან ჩვენთან პრევენციული მედიცინა საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არსებობს და პაციენტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს განსაკუთრებით ასაკოვანი პაციენტი ექიმს, ამიტომ აქ ვფიქრობ, რომ უფრო დაგვიანებულია ხოლმე გარკვეული დაავადებების დიაგნოსტიკა. და ბავშვებში დაავადებები ძირითადად არის მწვავე ხასიათის, ეს არის მწვავე ინფექციები, მწვავე ალერგიები და ასე შემდეგ. შესაბამისად ChatGPT-მ შეიძლება თქვა გამოუვლიდა გარკვეული სიმპტომი და ჩაწერეთ ხელოვნურ ინტელექტს, კითხეთ, რომ ეს სიმპტომი რისი თქვა გამოვლინება შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ისევ მოგცემთ სავარაუდოდ იგივე ჩამონათვალს, რომ თქვა იყოს ამის, მაგრამ იქ მე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა თანხლების სიმპტომები წამოვა, როგორ დაეწყო ეს სიმპტომატიკა, ანუ ჩვენ ანამნეზის შეკრებას კონსულტაციაზე იმაზე მეტ დროს ვანდომებთ, ვიდრე პაციენტის გასინჯვას. ამას გვასწავლიან სტუდენტობიდან, ამას ვასწავლეთ უნივერსიტეტშიც, რომ პაციენტის ანამნეზი, მისი სუბიექტური ჩივლები, მით უმეტეს ბავშვებში, რომელიც თვითონ ვერ გადმოგცემთ თავიანთ სიმპტომებს და თქვენ უნდა ჩაეკითხოთ დედას, რომელიც ზოგჯერ გადაჭარბებულად ან საერთოდ ვერ აღწერს ბავშვის სიმპტომებს, უნდა კითხოთ ძიძას, ანუ მომვლელს ან ბებიას, სულ სხვადასხვა ინფორმაციას იღებთ, დამიჯერეთ ხშირად, ვიღებთ უпростоრად პედიატრები და ჩვენ ბავშვთან დაკვირვებით, ბავშვთან აი ამ დროის განმავლობაში თუ როგორ ჩაახვალას, ხშირად ყოფილა, რომ სრულიად სხვა სიმპტომებს აღწერს მშობელი და სრულიად სხვა სიმპტომი ქონია ბავშვს. ძალიან ხშირად მოუმართავთ მუცლის ტკივილით და აღმოგვიჩენია, რომ არის თქვა მწვავე პნევმონია. ამიტომ პედიატრია ძალიან სპეციფიური დარგია. სრულიად განსხვავებულია როგორც პაციენტთან ურთიერთობა, ასევე მისი გასინჯვა, მისი შეფასება, დიაგნოსტიკა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჯერჯერობით ისევ ვთვლი და ალბათ სულ ჩავთვლი, რომ ექიმის არსებობა და ექიმთან კომუნიკაცია პაციენტების მშობლებს, განსაკუთრებით პედიატრიული პაციენტების მშობლებს ესაჭიროებათ ჯერ კიდევ. ასე და კიდევ ერთი მთავარი დადებითი მხარე ექიმთან ვიზიტის არის ის, რომ უფრო დამშვიდებულები გამოვდივართ ხოლმე იქიდან, იმიტომ რომ როდესაც ესაუბრები ამ სფეროში განათლებულ ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, მშობელი რაღაცნაირად უფრო მშვიდად გამოდიხარ და ეს სიმშვიდე ხშირად სხვადასხვა დაავადების განკურნების პროცესში მნიშვნელოვანია პაციენტისთვის. ეს ტექნოლოგიები ალბათ ვერასდროს ჩაანაცვლებს. ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ შეჯამბის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრთხილად ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენ შვილებს, ბავშვებს, პატარა ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აი გაუაზრებელმა ნაბიჯმაც კი შეიძლება მოკლედ ჯობია დაუკავშირდეთ პედიატრს და დიდი ზიანი მეაყენოს ბავშვად. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.